პირველი სამედიცინო რადიოს ეთერშია საინფორმაციო გამოშვება მედნიუსი. დღის ყველა სამედიცინო სიახლე ტალღაზე 103. თბილისის დროით 18 საათია რადიო მედეფემის ეთერში სამედიცინო სიახლეების დროა მედნიუს ამ დროისთვის ნინი ზარდიაშვილი გაგაცნობთ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ისანის ამგორის რაიონში მცხოვრები ჯიჯეიშვილების ოჯახში იმყოფებოდა. 4-წლიანმა ოჯახმა, სადაც 2 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, სოციალური შემწეობის მიღება აპრილიდან დაიწყო. მანამდე ოჯახის სარეიტინგო ქულა მაღალი იყო და ფულად შემწეობას ვერ იღებდნენ. ამ დროისთვის უმწეოთა ოჯახი საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პროგრამითაც სარგებლობს. სოციალურად დაუცველთა ბაზების განახლება სოციალური მომსახურების სააგენტო ყოველთვიურად ახორციელებს. პროგრამას მუდმივად ემატება და აკლდება შემწეობის მიმღები ოჯახები. სოციალური აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის საფუძველზე სარეიტინგო ქულა სპეციალური პროგრამა ადგენს. დღესდღეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 136.102 ოჯახი და 403.196 პირი იღებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალურმა სამმართველომ თხილის ტკიპასთან და მავნებელ ხარაბუზასთან ბრძოლა დაიწყო. უწყების ინფორმაციით რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და შხამქიმიკატები, რათა მავნებლის განადგურება დროულად მოხდეს. მასშტაბური კამპანია გუშინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის თხილის პლანტაციებიდან დაიწყო. დღეიდან კი შეწამვლის პროცესი მთელი რეგიონის მასშტაბით გაგრძელდება. მოსახლეობამ შეწამვლისთვის ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს. ხარაბუზა და თხილის ტკიპა ფერმერებს ბოლო წლებია დიდ პრობლემას უქმნის. NDI-ის კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმეტესობა, რომელმაც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა, გაწეული მომსახურებით კმაყოფილი დარჩა. კვლევის თანახმად ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით გამოკითხულთა 43%-მა ისარგებლა, რომელთა 57% გაწეული მომსახურებით სრულიად კმაყოფილი, 33% კი ნაწილობრივ კმაყოფილი დარჩა. მიმდინარე წელს მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 470 მილიონი ლარია გამოყოფილი. წელს 2014 წელთან შედარებით პროგრამის დაფინანსება თითქმის 2.5-ჯერ გაზრდილია. 2013 წელს კი პროგრამისთვის არასრულად 70 მილიონი ლარი დაიხარჯა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ჰან ჩანგფუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აგრარულ დარგში ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხზე იმსჯელეს. საქართველო და ჩინეთი მთავრობათა შორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში თანამშრომლობენ. ჩინეთი ჩვენი ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. ჯანდაცვის სამინისტრო წელს სამედიცინო მოვლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვაზე და მართვისა და ოპერირების ახალ სისტემაზე იზრუნებს. ამის შესახებ განცხადება დავით სერგეენკომ გააკეთა. მინისტრის თქმით, სერიოზული რეფორმები პირველადი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებითაც იგეგმება. სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონში სერიოზული ცვლილებები შედის. კოოპერატივის ასოცირებული წევრობის უფლება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ამასთან ერთად კანონში ჩნდება ახალი ცნებები, ასოცირებული წევრი და საპაიო შენატანი. პარლამენტმა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონი 2013 წლის ივლისში 96 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო და საქართველოში კოოპერატივების ჩამოყალიბება დაიწყეს. ამერიკელი მეცნიერები იტყობინებიან, რომ წითელას ვაქცინაცია არა მხოლოდ ამ დაავადებით დაინფიცირებისგან იცავს პირს, არამედ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს, ზრდის, ტუბერკულოზის, სეფსისისა და პნევმონიის გამოვლენისას. 15 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მომდევნო დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა საშუალო დღისით +22, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 15 მაისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა ტემპერატურა საშუალოდ +22, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში ნავარაუდევია
ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა ხვალ დღისით +17, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსების ინფორმაციით 16 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს. ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და 19 მაისამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. პირველი სამედიცინო რადიოს ეთერში თქვენ უსმენთ MedNews 18 საათზე სამედიცინო სიახლეებით, ხვალ 12 საათზე დაუბრუნდებით. სტუდიაში თქვენთვის ნინი ზარდიაშვილი მუშაობდა. ჯანმრთელობას გისურვებთ. დღის ყველა სამედიცინო სიახლე ტალღაზე 103